გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეგვატყობინეს ბატონი გიორგი ერმაკოვი შეუძლოდ გახდა სამწუხაროდ ჩვენ კითხვების დასმას ვერ მოვახერხებთ გამოჯამთელებას უსურვებთ ბათუმის მერს და განვაგრძობთ გამოშვებას. სინოპტიკოსები აჭარის სანაპირო ზოლზე შტორმს აღარ ელოდებიან ბათუმში მთელი დღე იწვიმებს ქარი არ იქნება შესაბამისად შტორმის საფრთხეც მოხსნილია. ნალექი დღის ბოლოსთვის უნდა შესუსტდეს და შესუსტებულია კიდეც აღარ წვიმს ბათუმში ხვალიდან დასავლეთ საქართველოს საერთოდ გამოიდარებს. თუმცა 28-დან 31 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში ისევ გაწვიმდება. ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა მოსალოდნელი არ არის. UEFA-ს მედია ოფიცერი ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ მამუკა კვარაცხელიას საარჩევნო გარემო არ მოსწონს. მედია ოფიცერი ფიქრობს, რომ სისტემა რეზი არველაძის ინტერესებზეა მორგებული. ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებამდე 40 დღეა დარჩენილი, ოფიციალურად კი დარეგისტრირებულია მხოლოდ 2 კანდიდატი, არველაძე და კვარაცხელია. ალბანეთში 66 დელეგატი ირჩევს, ბულგარეთში 493 დელეგატი, თურქეთში 219 დელეგატი, მამუკა კვარაცხელია იმ ქვეყნების სიას კითხულობს, სადაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებს ბევრად მეტი ადამიანი ირჩევს, ვიდრე საქართველოში კანდიდატისთვის გაუგებარია, რატომ უნდა აირჩიოს ახალი პრეზიდენტი 35 ადამიანმა, საიდანაც დიდი ნაწილი ისედაც ფედერაციის თანამშრომელია და შესაბამისად მათი ღია მხარდაჭერა ასევე ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს ექნება. კვარაცხელია ამტკიცებს, რომ წინა საარჩევნოდ უმძიმესი შეიქმნა და ეს ვითარება სწორედ არველაძის ინტერესებს ემსახურება. სასაცილოა ეს ყველაფერი ჩემი აზრით და მეორე რა თქმა უნდა მოქმედი ხელმძღვანელობას აყენებს დიდ უპირატესობას ფაქტობრივად გამოუადგომარეობას აძლევს სხვა კანდიდატებს. არც ფეხბურთის ფედერაციას და არც რევაზ არველაძეს ამ პრეტენზიებზე დღეს არ უპასუხიათ ფედერაციის გენერალური მდივანი მონაკოში იმყოფება საარჩევნო პროცესში ჩარევას არაპირებს სპორტის სამინისტრო, თუმცა მინისტრი ხეჩიკაშვილი ამბობს, რომ ვითარება სასწრაფო გამოსწორებას საჭიროებს. სამინისტროში პირდაპირ ამბობენ, რომ თუ მსგავსი პრეტენზიები და დარღვევები დადასტურდება, ფეხბურთის განვითარება მნიშვნელოვნად შეფერხდება. თუ მსგავსი მანიპულირებები დადასტურდა, ეს ძალიან ცუდი, ეს ფეხბურთის განვითარებას ხელ შეუშლის და ყველა დიდი ინვესტორს, მათ შორის ყველაზე დიდი სახელმწიფოს, ვისაც სურვილი აქვს დაეხმაროს და სხვა კერძო ინვესტორებსაც ყოველგვარ სურვილს დავუკარგავს ფეხბურთის შემდგომ განვითარებაში მიიღონ მონაწილეობა. კვარაცხელიას პრეტენზიების ფონზე მედიაში აქტიურად ვრცელდება მიმართვები, სადაც რეგიონებში მოქმედი ფედერაციები არველაძეს ღია მხარდაჭერას უცხადებენ. მხარდამჭერთა შორის იქნება იმერეთიც, სადაც პირდაპირ ამბობენ, რომ არველაძეს ხმას სწორედ იმიტომ მისცემენ, რომ ის ფედერაციის გენერალური მდივანია. ერთი ხმა რეზი არველაძეს ახლა არ ეკუთვნის ეკუთვნის და თანაც მე თანამშრომელი ვარ და არ მინდა რომ არასორი რამე გამომივიდეს და არასორად მოიქცე. რომ მე ჩემ შვილიშვილებს არ დაუტოვო, რომ ბაბუამისი რომ მოღალატე ვიღაც. იმერეთისგან განსხვავებით ამ თემაზე ღია საუბარს ერიდებიან სამეგრელოში ზუგდიდში ჯერ კანდიდატების პროგრამების გაცნობას ელოდებიან და მათი პოზიციებიც სწორედ ამის შემდეგ შეჯერდება. ჩვენ უნდა ნახოთ პროგრამა ისე ყველას მივესალმები, მიხარია რომ არის კონკურენცია, ეს ნიშნავს რომ დაინტერესებული არიან ფეხბურთით, მაგრამ წინასწარ ამაზე საუბარი არ მგონია კომპეტენტური იყოს ჩემს მხრიდან. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებამდე ზუსტად 40 დღე რჩება, ამ დრომდე ფედერაციაში მხოლოდ 2 კანდიდატი დარეგისტრირდა, კანდიდატურების მიღება კი 2 კვირაში შეწყდება. 40,000-მდე აბიტურიენტიდან სტუდენტი 28,055 გახდა. სახელმწიფო დაფინანსება 10,000-მდე ახალგაზრდამ მიიღო. მათ შორისაა გრანტი და სახელმწიფო პროგრამა, რომელიც სხვადასხვა ფაკულტეტზე სწავლას აფინანსებს. საბოლოო მონაცემები გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. მაია მიმინოშუმა დღეს ყველაზე რეიტინგული უმაღლესი სასწავლებლებით დაასახელა. ივან ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აგრარული, თავისუფალი და ილიას უნივერსიტეტები. ასეთია ყველაზე მოთხოვნადი სასწავლებლების 4. სხვადასხვა უნივერსიტეტში დაახლოებით 18,000-მდე ვაკანტური ადგილი დარჩა. რაც შეეხება სამაგისტრო გამოცდებს, შედეგები ხვალ გამოქვეყნდება. მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდის სააპელაციო ნაშრომების გასწორება კი ჯერ არ დასრულებულა. დღის სხვა სიახლეებით უკვე რეკლამის შემდეგ დავბრუნებით პირდაპირ ეთერში, ასე რომ არ გადართეთ. ოკუპაცია აღიარების წლისთავი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს ამ ტერიტორიებს როგორც დამოუკიდებელს. 2008 წლის 26 აგვისტოს საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში.
აგექცევა. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. აბარა. ზაფხულის გასართობი გადაცემების სპონსორია ჯეოსელი. საიღე ყველაზე იაფი ინტერნეტი როუმინგში მოულოდნელი ხარჯების გარეშე. სეზონის სპონსორია რიკო კრედიტი. იპოთეკური სესხები 1.9%, ლომბარდი 1.9%. რიკო კრედიტი. ხალითეო, კვებავი ზეთებით. ეს დაუჯერებელია. ჩემი კანი საოცრად რბილია. არომატიც რა დიდებულია. კვებავი ზეთებით. მომაჯადოებელი სურნელი. ხავერდოვანი კანისთვის. ახალი თეო კვებავი ზეთებით. მე მიყვარს ის. მთავრობის დადგენილებით 2015 წლის 1 აგვისტოდან სურსათის ეტიკეტზე დასახელება რძე, არაჟანი, მაწონი, ხაჭო, კარაკი და სხვა გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ რძის ნაწარმზე. თუ კი რძისა და რძის ნაწარმის შემადგენლობაში დამატებული იქნება მცენარეული ცხიმები, ასეთი სურსათის შეფუთვას უნდა დაეწეროს. მაგალითად, არაჟნისებრი მცენარეული ცხიმით ან ხაჭოსებრი მცენარეული ცხიმით. ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ბიზნეს ოპერატორი დაჯერიმდება ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო, ხოლო სურსათის რეალიზაცია აიგრძალება. იცოდე რას მიირთმევ. სურსათის ეროვნული სააგენტო. შეცვალეს სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიეს ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდე პირველისგან. სამსახური, საყიდლები, ბავშვის მოვლა, უძლებს კი თქვენი ფეხები ასე დატვირთვას. ლიოდანი ეფექტურად ამცირებს ფეხების შეშუპებასა და დისკომფორტს. სწრაფად განიჭერთ სიგრილისა და სიმსუბუქის შეგრძნებას. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. ყურადღება, ვივუს ჯიქ დავაზობთ ყველაზე დაბალ პროცენტს განმეორებით სესხზე. პირველი სესხი კლავაც უპროცენტია. მიიღეთ თანხა 15 წუთში. ვივუს ჯი, ფული თანამედროვე ხალხისთვის. არიელის ფხვნილი სითხედ გადაიქცა. ის აშორებს ლაქებს როგორც ფხვნილი და უფრთხილდება ტანსაცმელს როგორც სითხე. ახალი არიელი თხევადი ფხვნილი. ფხვნილი და სითხე ერთში. ორცხობილა საუზმეზე? ძვირფასო, ბელვიტა დილამშვიდობისა საუზმისთვის შექმნილი ორცხობილაა. უგემრიელესია. ბელვიტა არის სპეციალურად შერჩეული მარცვლებისგან გულდასმით გამომცხვარი ორცხობილა. ენერგია მთელი დილისათვის. ბელვიტა დილამშვიდობისა. თუ ვინმე სასესხაფული, მნიშვნელოვანია რომ მას განუმარტო ყველაფერი. აი ეს არის თქვენი მეორე საფულე. გამოიყენეთ იგი. გონივრულად. ნეტკრედიტის ლოიალობის პროგრამა გთავაზობთ 5%-იან ფასდაკლებას ყოველ მომდევნო სესხზე. მაქსიმალური ფასდაკლება 30%. ნეტკრედიტი. გააკეთე მეტი, ვიდრე გსურს. მრავალრეჟიმიანი ნოუთბუქი Lenovo Yoga 3 Pro. ო, რაღაც ახალია. ხო, ეს წვილი ჯერ არ მინახავს. მადი საღმძვრელია ორმაგად. ახალი ტუქ სენდვიჩი, 2 ხრაშუნდნარი კრეკერი და მადი საღმძვრელი შიგთავსი. ახალი ტუქ სენდვიჩი, სავსეა გემოთი. 3G 4G ისარგებლე 10-ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტით ბილაინისგან. შეიძინე 4G სმარტფონები თვეში 19 ლარიდან და მიიღე ულიმიტო ზარები ბილაინის ქსელში. ულიმიტო SMS-ი, 1 გიგაბაიტი უსწრაფესი 4G ინტერნეტი და ულიმიტო WhatsApp-ი ყოველ თვე 1 წლის განმავლობაში. ბილაინი ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასი. საღამოს გასართობი გადაცემების წარმოდგენია მაგთიკომის საერთაშორისო ტარიფი ჩემი მსოფლიო. ეკონტაქტე მსოფლიოს 15 ქვეყანას წუთში 15 თეთრად. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს ბანკი. ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში სესხის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია. დავრუნდით პირდაპირ ეთერში დღის მთავარ გამოშვებას უყურებთ.
ამ წუთებში ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის პატივსაცემად პრეზიდენტის სახელით ვახშა მიიმართება. ორმხრივი ოფიციალური შეხვედრა კი გიორგი მარგველაშვილსა და სტოლტენბერგს შორის ხვალ არის დაგეგმილი. პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ბხალაძის განცხადებით შეხვედრაზე საკითხი და ფართო სპექტრი განიხილება. განსაკუთრებული ყურადღება კი ვარშავის სამიტზე და ნატოს შემდგომ გაფართოებაზე გაკეთდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ალიანსისთვის. ეს ვიზიტი გამოირჩევა გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ბატონი სტოლტენბერგის პირველი ვიზიტი საქართველოში. გარდა ამისა, განსახილველ საკითხთა ძალიან ფართო სპექტრი, რაც იწყება უსაფრთხოების საკითხებიდან და მთავრდება დემოკრატიული რეფორმებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც იწყება მზადება ვარშავის სამიტისათვის, ყოველივე ამის დეტალური განხილვა მოხდება საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე. საერთო ჯამში ეს არის ის ვიზიტი, რომელიც ხაზს უსვავს საქართველოს მნიშვნელობას როგორც პარტნიორი ქვეყნის ალიანსისათვის და წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან სახელმწიფოს, რომელიც მიისწრაფვის ნატოსთან. ლარი მცირედით გამყარდა ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა 1 დოლარი 2 ლარი და 37 თეთრი ღირს. მანამდე ამერიკული ვალუტა 2 ლარი და 52 თეთრი იყო. ლარის კურსის დასტაბილურებას ელოდება მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორი მანუჩარ მოხტარი ფიქრობს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი სწორ პოლიტიკას ატარებს და სიტუაცია უნდა გამოსწორდეს. საქართველოს მთავრობა რეგიონული განვითარების შესახებ კანონზე მუშაობას იწყებს. კანონპროექტის პირველადი სამუშაო ვერსია რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კომისიის ხდომაზე განიხილეს. კანონს პარლამენტი სავარაუდოდ წლის ბოლომდე მიიღებს. ამ ხდომას გუბერნატორებიც ესწრებოდნენ. მოგვიანებით კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა, რომ კახეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების აღსადგენად ფული უახლოეს დღეებში გამოიყოფა. შიოლაშვილი ბანკების წარმომადგენლებსაც შეხვდა და პირობა მიიღო, რომ აგროკრედიტის მქონე გლეხებს შეძლების დაგვარად შეღავაც გაუკეთებენ. ჩვენ დავალებული გვაქვს, რომ ლიკვიდაცია მოახდინოთ ყველა იმ დაზიანებული საცხოვრებელი სახლის, რომელმაც განიცადა სახურავის დაზიანება, რაც შეეხება ვენახებს, რაც შეეხება იმ სახნავსათეს ტერიტორიებს, რომელიც არ იყო დაზღვეული. თქვენ იცით, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე დაიწყო წამლების დარიგება იმისთვის, რომ დროულად შეიწამლოს აღნიშნული ტერიტორიები და იმისთვის, რომ ვაზი გადარჩეს. 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ოფიციალურად გააფორმა. დღეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სწორედ ამას აღნიშნავენ. მოსკოვმა მიზანს ვერ მიაღწია აცხადებენ ოფიციალური თბილისის წარმომადგენლები და არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობაზე აკეთებენ აქცენტს. სანდრო ჯუფალაკიანი მუშაობდა თემაზე. Я подписал указы о признании Российской Федерации независимости Южной Осетии и независимости Абхазии. მედვედევის განცხადებიდან 7 წლის შემდეგ მოსკოვის გადაწყვეტილებას სამი სახელმწიფო ეთანხმება: ვენესუელა, ნაურუ და ნიკარაგუა. ტუვალუმ და ვანუატუმ აღიარება გადაიფიქრეს. სოხუმსა და ცხინვალში მათი დამოუკიდებლობის აღიარებისკენ თბილისს მოუწოდებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში დიალოგს გამორიცხავენ. კიდევ ერთი მოთხოვნა ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერაა. ვფიქრობთ, რომ საქართველომ უნდა აღიაროს შეცდომები და მისცეს სამხრეთ ოსეთს გარანტია, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები აღარ განმეორდება. ეს უნდა მოხდეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით. თუმცა ქართული მხარე ყველანაირად ცდილობს თავიდან აიცილოს ასეთი დოკუმენტის ხელმოწერა. Уверенность в завтрашнем дне. დამოუკიდებლობამ მოგცა თავდაჯერებულობა ხვალინდელ დღეში. იმაში, რომ ჩვენ არა მხოლოდ ომი მოვიგეთ, არამედ მოვიგებთ მშვიდობიან დროშიც. ყველა რთულ პროცესს დავძლევთ. 2008-ში ეკატრეშელაშვილი საგარეო უწყებას ხელმძღვანელობდა. ფიქრობს, რომ მოსკოვის გადაწყვეტილების ერთადერთი მიზანი ოკუპაციის დაკანონების მცდელობა იყო. თუ არ განახორციელებდა ის ამ რეგიონების აღიარებას, მაშინ არანაირი მოჩვენებითი სამართლებრივი საფუძველიც კი მისთვის ფიქტიურად სათქმელიც კი არ ექნებოდა, რატო ეყოლებოდა საქართველოს ტერიტორიაზე საკმაოდ მრავალრიცხოვანი საჯარისო ფორმირებები შენარჩუნებული. არაღიარების პოლიტიკა დღესაც საგარეო კურსის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
ფაქტობრივად რუსეთის მცდელობებმა ეგრეთ წოდებული აღიარებისა კრახი განიცადა, წარუმატებელი აღმოჩნდა ეს პოლიტიკა და ეს ცხადია. სოფლიმ ძალიან კარგად იცის, რომ ეს იყო სრულად არალეგიტიმური გადაწყვეტილება. აფხაზეთიც და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. ჩვენ მზად ვართ მათ ვესაუბროთ. ჩვენ ვართ მზად ვართ მათთან აქტიური კონტაქტები დავამყაროთ, ოღონდ ეს ყველაფერი უნდა იყოს ერთიანი საქართველოს ფარგლებში. არაღიარებულ დამოუკიდებლობას არაღიარებულ რეგიონებში დღეს სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავენ. ეგრეთ წოდებული დღესასწაულის გამო დროებით შეიზღუდა ახალგორის მიმართულებით მოქალაქეთა გადაადგილება. გასამართლდება თუ არა კომუნისტური რეჟიმი 8 პოსტსაბჭოთა ქვეყანა მხარს უჭერს